მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. Ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ, თუ ვინ არის ირაკლი რუხაძე და რა გავლენები აქვს მას ქართულ ეკონომიკასა და მედიაზე. გამოიწელეთ არხი და დაელოდეთ მეტ საინტერესო ვიდეოს. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოში არის ფიგურები, რომლებიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყვნენ ცნობილი, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. ერთ-ერთი ასეთი ფიგურაა ირაკლი რუხაძე. მისი სახელი ხშირად ჩნდება კულისებს მიღმა, ბიზნეს გარიგებებში, მედიაში და ზოგჯერ პოლიტიკურ კამათებში. რუხაძის კარიერა საერთაშორისო არენაზე დაიწყო. ის არის Honeywell Partners-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს არის აქტივების მართვის კომპანია, რომლის ოფისები ლონდონში, მაიამიში, თბილისსა და სხვა ქალაქებშია. Honeywell Partners-ის მეშვეობით ის ფლობს და აკონტროლებს არაერთ მსხვილ ქართულ კომპანიას: მაგთიკომი, Liberty Bank, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, IDS ბორჯომი და, რა თქმა უნდა, ტელეკომპანია იმედი. ეს ნიშნავს, რომ რუხაძეს გავლენა აქვს როგორც ეკონომიკაზე, ისე საინფორმაციო სივრცეზე. მისი ბიზნეს გზა საქართველოში დაიწყო კავკასუს Advisor-ში, სადაც $100 მილიონ საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი რეპუტაცია, როგორც მოლაპარაკებებისა და აქტივების მართვის ოსტატისა. მაგრამ რუხაძის სახელი მხოლოდ ბიზნესში არ გვხვდება. ის ხშირად გამოდის პოლიტიკური განცხადებებითაც. ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ისწრაფუდეს ნატოსკენ. ამავდროულად ის ერთ-ერთი ღია მხარდამჭერია მმართველი პარტიის ქართული ოცნების. მისი თქმით, დღეს ქვეყანა ბევრ სფეროში პროგრესს აღწევს და რუსეთთან ურთიერთობაშიც სიფრთხილეა საჭირო. თუმცა კრიტიკოსები მას სხვანაირად ხედავენ. ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი მას უწოდებს ივანიშვილის რეჟიმის მთავარ პროპაგანდისტს, ტელეკომპანია იმედს კი პლატფორმას, რომელიც დასავლეთის მიმართ ნეგატიურ ნარატივებს ავრცელებს. 2024 წელს რუხაძეს უკრაინამ და ლიტვამ სანქციები დაუწესეს. აშშ-ში ასეთი სანქციების საკითხიც განიხილებოდა, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ როგორც ამერიკის მოქალაქეს ეს ნაკლებად ეხება. სკანდალები ამით არ დასრულებულა. 2025 წლის მარტში ლონდონის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუხაძეს და მის პარტნიორებს უნდა გადაეხადათ $170 მილიონი. ეს საქმე დასავლურ მედიაშიც ფართოდ გაშუქდა. რუხაძე ერთგვარი პარადოქსია. ერთი მხრივ წარმატებული ბიზნესმენი და საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც საქართველოში მოაქვს კაპიტალს და ქმნის санუშაო ადგილებს. მეორე მხრივ ის არის გავლენიანი მედია მენეჯერი და პოლიტიკურ თამაშებში აქტიური მოთამაშე, რომელსაც კრიტიკოსები ადანაშაულებენ პროპაგანდაში და ხელისუფლებისადმი ზედმეტ ლოიალობაში. დღეს ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, მაგრამ არა ყოველთვის საჯარო ფიგურად. მისი ხელშია მილიარდობით ღირებულების აქტივები და მედია, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. და მიუხედავად კრიტიკისა, სანქციებისა თუ სასამართლო დავებისა, ირაკლი რუხაძე ჯერ კიდევ დგას ძალაუფლების წრეების ცენტრში. იქ, სადაც დიდი ფული და დიდი პოლიტიკა ერთმანეთს ხვდებიან.